დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგები უკვე ცნობილია. რა ჩვენა აღწერა და რას გვეუბნება ახალი სტატისტიკური მონაცემები. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორთან გოგიტა თოდრაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება დილამშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ კვირა დილას ჩვენთან ერთად იწყებთ და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე იწყებთ საუბარს. ბატონო გოგიტა, რა არის მთავარი გზავნილი, რომელმაც 2024 წლის აღწერის შედეგებმა მოგვცა, ამით რომ დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები რა გამოიკვეთა? აღწერის შედეგად საქართველოში მოსახლეობის რიცხნობა 3.930.000 კაცს შეადგენს, საიდანაც 52% ქალია, 48% კაცი, გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი, ანუ კიდევ უფრო იზრდება საქალაქო დასახლებაში მაცხოვრებელთა რიცხნობა, თუ 10 წლის წინ 57% ცხოვრობდა, მთელი მოსახლეობის ეს მაჩვენებელი 62%-მდე გაიზარდა. თბილისში არის მოსახლეობის რიცხნობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოვლენილი. დაახლოებით 1.331.000 კაცი ცხოვრობს, ანუ 10 წლიან ციკლში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე მოსახლეობის რიცხნობა ქალაქ ბათუმში 153.000-დან 226.000-მდე. შთამბეჭდავი რიცხვი 54% საკმაოდ ბევრია. დიახ, თუ რეგიონულ ანალიზად შევხედავთ, თბილისის გარდა მხოლოდ აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონებში არის და სხვა რეგიონებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. რის ხარჯზე ხდება ეს პირდაპირ გითხრათ? ჩამოდიან ჩამომსვლელების თუ უცხოელი ჩამოდიან? აღწერის როგორ მიმდინარეობდა აღწერა, რა არის ამ შედეგებში გათვალისწინებული, ან მარტო შეიძლება ითვლება თუ არა, მაგალითად უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ამის ხარჯზე ხომ არ არის გაზრდილი ეს? მოკლედ აღწერა მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც გაეროს მეთოდოლოგიას ეფუძნება, ითვალისწინებს ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები პირების აღრიცხვას, ანუ 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში თუ ცხოვრობენ ისინი, ის იქნება საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიეკუთვნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სტრუქტურასაც თუ შევხედავთ, 96.1% გახლავთ საქართველოს მოქალაქე. უცხოელების წილი მხოლოდ 3.4%-ია, რაც რიცხობრივ გამოსახულებაში 124.000 შეადგენს. თითქოს დაბეჭდილება უფრო სხვანაირია. 10 წლის წინ დაახლოებით 1%-ზე ნაკლები იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ანუ აქ მუდმივად ცხოვრების კრიტერიუმზეა აქცენტი გაკეთებული. არა ტურისტებს, არამედ ისინი ვინც ტურისტი არა? სტუდენტები სხვა არიან. სტუდენტები, რომლებიც ხედავ მაგალითად არაბებს, ინდოელებს. აი ძალიან კარგი აქცენტია სხვათა შორის ბოლო 10 წლიან პერიოდში 400-დან 24,000-მდე გაიზარდა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრები ინდოელების რაოდენობა, ანუ ძირითადად სტუდენტები არიან სამედიცინო მიმართულებით განსაკუთრებით რაღაცა კონკრეტულ რაიონებში. დიახ, სხვათა შორის ინდოეთის ეროვნების მქონე მოქალაქეები მეხუთე ეროვნებას წარმოადგენს ქვეყანაში, ანუ ეროვნებით ქართველია დაახლოებით 84%, შემდეგ მოდის აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის და მეხუთე ადგილზე არიან. ანუ ხაზი რო გავუსვათ, კიდევ ერთხელ ხებებს რამზე ვისაუბრეთ, წილი 2.5% არის გაზრდილი საქართველოს მოქალაქეების, ხო? ანუ თითქმიან სურათში 90,000-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ამ 10 წლიან პერიოდში და სხვათა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებშიც კი ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ხო, აი ეს უნდა მეკითხოს, სწორედ ანუ ქართულენოვანი მოსახლეობის აღწერაც მოხდა, ხო, ამ შემთხვევაში? დიახ, რა თქმა უნდა, აი სხვათა შორის აღწერა მოგვცა შესაძლებლობა გაგვესაზღვრა
რომელი ენა წარმოადგენდა მოსახლეობისთვის მშობლიურ ენას. 85%-ისთვის მშობლიური ენა გახლავთ ქართული. ეს მაჩვენებელიც გაზრდილია დაახლოებით 2.5%-ით. ნუ შემდეგ მოდის აზერბაიჯანული, სომხური და ასე შემდეგ. ასევე აღსარებლობას მინდა შევეხო. ხო, აი საინტერესოა ძალიან. დიახ, დაახლოებით 82% მოსახლეობის მართლმადიდებელი ქრისტიანია და აღნიშნული მაჩვენებელი ამ 10 წლის მანძილზე დაახლოებით 126,000 კაცით, ანუ 4.1%-ით არის გაზრდილი. ეს რა კაცია, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ მართლმადიდებლურაც მეტია, რა თქმა უნდა, ქვეყანა მართლმადიდებლურია და 126,000 მნიშვნელოვანი ციფრია ამ 10 წლიან პერიოდში ასევე. თუმცა ის საინტერესოა ხა ჩვენ აღნიშნეთ რომ 2014-ში ჩატარდა და 2024-ში. ხო, ის ამ შუა პერიოდის განმავლობაში რა პროცესები მიდის, ესეც ხომ არის გათვალისწინებული და როგორ ხდება ამ დათვლა მეთოდოლოგიასაც. აღწერები რა თქმა უნდა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და ის სხვადასხვა დისაგრეგაციის მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აღწერათა შორის პერიოდში ჩვენ ადმინისტრაციული მონაცემებზე დავტოვებით, ანუ შობადობა მოგდაობის და იმიგრაციის მონაცემების მიხედვით გვაქვს მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვა. ანუ აღწერის მონაცემებს ემატება დაბადებულთა რიცხოვნობა, აკდება გარდაცვლილთა რიცხოვნობა და ემატება მექანიკური მატება, რაც წარმოადგენს იმიგრანტებს და ემიგრანტებს შორის სხვა. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რა მონაცემები მივიღეთ, როდესაც თუმეტის ემიგრაციაზეა საუბარი, ალბათ ეს მტკივნეული თემაა ყოველთვის. მოკლედ აღწერა იმიგრაციის შესახებ ინფორმაციას არ ასახავს, ასე თქვა არ იძლევა ამის შესახებ უპირველეს წყაროს წარმოადგენს საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ადმინისტრაციული მონაცემებიდან ვიღებთ და აღწერის მონაცემები მეტნაკლებად თანხმედრაშია მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვის მონაცემებთან. ასაკ შეეხეთ და ამაზეც რომ გითხრათ ასაკობრივზე, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი გაზრდილია, ხო, პროცენტული მაჩვენებელი 0-დან 14 წლამდე ასაკში და ასევე 65 წლიდან ზემოთ მოსახლეობაში. დიახ, გაზრდილია. თუმცა დაკლებულია ის შუა ასაკის. დიახ, გაზრდილია და ამასთან დაკავშირებით ამაზე ორი ფაქტორი მოქმედებს. პირველი, შობადობის შემცირება, ბოლო პერიოდში შემცირების ტენდენცია ვლინდებოდა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია და თუ სქესობრივ ჭრილშიც განვიხილავთ, კალბატონები ცხოვრობენ 8 წლით უფრო მეტ კაცებთან შედარებით. ხო, ნუ ეს პროცენტულობაშიც აისახა. და თქვენ ახსენეთ, რომ თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში არის გაზრდილი ადამიანთა რაოდენობა ცხოვრების მიმართულებით, რომელ რეგიონებში გვაქვს ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა, ანუ სად არის ყველაზე ნაკლები დემოგრაფიული რაოდენობა ადამიანების? საგანგაშოს ვერ დავარქმევდი ნამდვილად, თუმცა აჭარის მაღალმთიან დასახლებებში შედარებით უფრო მნიშვნელოვნად არის შემცირებული მოსახლეობის რიცხოვნობა, ეს გახლავთ შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები, მათი ალბათ უდიდესი ნაწილი ქალაქ ბათუმში ჩამომგზავნდა, სადაც მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა, ასევე არის წყალტუბოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, სადაც ყველაზე მეტად შემცირდა მოსახლეობის რიცხოვნობა. თუმცა აი თბილისის შემოგარენში, არა მხოლოდ თბილისში, მის შემოგარენში, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, ქალაქ ცხეთაში და ასე შემდეგ მოსახლეობის მატება არის, რაც ურბანიზაციის კიდევ და კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელზე. თუ ახლა ციფრებზე ვსაუბრობ და ვამბობთ, რომ 200 სოფელი დაიცალა, ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, თუმცა თუ ისევ შევადარებთ 2014 წელს, იქ მეტი იყო რაოდენობა სოფლების. საქართველოში 3617-მდე სოფელია. ბუნებრივია აქედან გაახლავ, ნუ სხვადასხვა პირობების გამო, მაგალითად მეტეოროლოგიური პირობების გამო და ცივი კლიმატის გამო ზამთარში ნაწილი არის დაუსახლებელი. მაგრამ აღნიშნული მაჩვენებელი პირიქით გაუმჯობესებულია, ანუ ადრე უფრო მეტი იყო დაუსახლებელი სოფელი, დღეს გახლავთ დაახლოებით 200. სადაც არ ცხოვრობს არც ერთი მაცხოვრებელი მუდმივად. მაგრამ ხო, ეს გული აი სწორედ ეს მინდოდა დამეზუსტებინა. ეს გულისხმობს, რომ არ ცხოვრობს 12 თვე და მეტი და არა ის რომ საერთოდ არ ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ეგ სეზონურობის მაჩვენებელი გასათვალისწინებელი არის სოფლები, სადაც ზაფხულში მიდიან მაცხოვრებლები, დამსვენებლებიც მათ შორის
თუმცა მუდმივი მაცხოვრებლები იქ არ არიან და ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო 2014 წელს. თუმცა ძალიან მიკვირს ბოდიში, ძალიან მიკვირს ხა წყალტუბო რო დაიცალა, იმიტომ რომ ესეთი მსგავსი ულამაზი და კომფორტული, არ ვიცი, მშვენიერი რასაც გვეკეთი ქალაქი და ძალიან მიკვირს იქიდან როგორ შეიძლება წამოხვიდე, თუნდაც თბილისში და ბათუმში. დაცლილი ნამდვილად არ გახლავთ, უბრალოდ ჩემში და მოსახლეობის ნაკლებია და ამიტომ 10 წლიან ციკლში. ერთი მნიშვნელოვანი ციფრი მომხვდა თვალში, რაც ჩვენთვის ძალიან გასახარელია. მე ვფიქრობ, რომ მრავალწლიანი ნარგავების მიწის ფართობია გაზრდილი, როდესაც სულ ნარგავებზე და გამწვანებაზე ვსაუბრობთ და ჰაერზე, ჰაერის მდგომარეობაზე საქართველოში ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომ გაზრდილია. შეგვიძლია ვთქვათ, აი რა პროცენტით და რა მასშტაბით დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობის აღწერასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ, რომლის მიხედვითაც 60%-ით გაიზარდა მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა და ძირითადად ხეხილის ბაღების და ვენახების ფართობის ხარჯზე. ასევე აღსანიშნავია, რომ 165 მილიონი ვაზის ძირია, ასე თქვა დაღრიცხული. პირუტყვი გვაინტერესებს, ფრინველი და ფუტკრების ოჯახი. დიახ, 841,000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაჩვენებელი გამოვლინდა, აღნიშნული მონაცემი 10 წლიან ციკლში შემცირებულია, ასევე ცხრის და ღორის სულადობასთან დაკავშირებით გვაქვს მაჩვენებელი. ცხრის მაჩვენებელი შემცირდა, ანუ ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ექსპორტი ხორციელდება მეზობელ ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ფრინველის სულადობა რაოდენობა დაახლოებით 9,8 მილიონია, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და დაახლოებით 17%-ით გაიზარდა ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. ფუტკრის და ღორის, ხო? დიახ, და აი საინტერესოა ეს რამ განაპირობა ძალიან საინტერესო. ნუ ეხო ქართული ფუტკარი ჩემპიონი ფუტკარია. და რაოდენობაც გაზრდილია, რაც ფაფლის წარმოების მაჩვენებელი მზარდია და შესაბამისად ეს აისახა კიდეც ფუტკრის კების რაოდენობა. თუმცა სასოფლო-სამეურნეო რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული. რატომ? აი, იმიტომ რომ მოხდა აგრეგირება, იმ მცირე სასოფლო მეურნეობების ინტეგრირება, გაერთიანება, რაც საბოლოო ჯამში უფრო მეტ პროდუქტიულობას განაპირობებს. ანუ ხანდახან ეს დაკლებული ციფრი ყოველთვის ცუდზე არ მიუთითებს. მნიშვნელოვანია მას შევხედოთ კომპლექსურად და ანალიზი ამის შესაძლებლობას იწევა. თუ 2014 ეხლა ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტორი გამოვყავით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქისთვის არის საინტერესო, ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა და 3 მილიონს გასცდა, მაგრამ აი 2014 წლის შედეგების რომ შევადაროთ, აი მაინც თქვენი გამოცდილებიდან და თქვენი დაკვირვებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის რა ცვლილებებია, აი ყველაზე მეტად რომელს გამოყოფდით, რა ფაქტორებს? ყველაზე მეტად ამ 10 წლიან ჭრილში იმას გამოვყოფ, იმის გარდა რომ მთლიანად მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აქედან საქართველოს მოქალაქეების ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი და მართლმადიდებელი ქრისტიანების რაოდენობა, რაც დაახლოებით 4,1%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი დამახასიათებელია მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნისთვის, ამას ველოდით და სახეზე გვაქვს კიდეც ეს ფაქტი. თუმცა ბათუმი რო თბილისს ასეთი მასშტაბით გადააჭარბებდა, ნამდვილად ის დიახ, ბათუმი საკმაოდ მიმზიდველი, მეორე ქალაქია შესაბამისად საქართველოში თავისი მასშტაბის და ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით და მიმზიდველია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. და აი სწორედ ის რომ აჭარაში ზოგადად მოსახლეობის პროცენტულობა გაიზარდა, ეს ძირითადად ბათუმის ხარჯზე მოხდა თუ აქ სხვა ქალაქებზე ძირითადად ბათუმის ხარჯზე მოხდა, მაღალმთიანი აჭარის რაოდენობა, მოსახლეობის რაოდენობა პირიქით
კლების ტენდენციით გამოირჩეოდა. ხო, მაგრამ თენა ჯარაში, მაგრამ იქაც არის ესეთი, რომ აი ვთქვათ, უფრო მაღლა და მაღლა ზაფხულში ადიან, ხოლო მე ისინი იცლება, ხო? დიახ, სწორი აქცენტია. სექტემბრიდან იცლება და იქ არავინ არ. დიახ, სწორი აქცენტია. ზურტიყელი არის ესეთი მაგალითად. ანუ ჩვენ აღწერის ფარგლებში ზუსტად ვაკვირდებით მუდმივ მოსახლეობას, რომელიც მიჩნეულია იმ კრიტერიუმის მიხედვით, თუ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში მუდმივად. ანუ თუ სეზონურად გადააგილდება სხვადასხვა მიმართულებით, სადაც უფრო მეტ ხანს ატარებს, ის არის მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. გასაგებია, გავიგე იქ. ვენიერი შედეგები გვაქვს და სხვათა შორის ეს წეგან მრავალწლოვან ნარგავებზეც რო საუბრობდით, აქაც აი რა მონაცემებია ძირითადად თქვენ ახსენეთ ხეხილის და ვაზის ჯიშების გამრავლების შესახებ და ეს რაღაცა რა ფართობს მოიცავს, ანუ თუმეტეს მეღვინეობის საკითხი თუ გავიხილოთ, ალბათ მნიშვნელოვანი თემაა და დიახ, დაახლოებით 175,000 ჰექტარის მოცულობაზეა საუბარი, მაშინ როდესაც 2014 წელს 110,000 ჰექტარს წარმოადგენდა და სხვათა შორის ჩვენ ვაზის ჯიშთა რაოდენობის მაჩვენებელზე შეგვეძლო საუბარი აღწერის შედეგად, ყველაზე გავრცელებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია არქაწითელი და საფერავი, რომელზეც მოდის მთელი ყურძნის მაჩვენებლის დაახლოებით 80-91%. აქ არის წარმოდგენილი ციცკა, ცოლიკაური, კახური მწვანე და ასე შემდეგ. ხო, ეს მეღვინეობის ჭრილშიც თუ განვიხილავთ, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი მოთხოვნა და ინტერესიც ამ მიმართულებით დიდია, რადგან ეს ვაზის, საერთოდ ვაზის თემაზე რომ მიდის ხოლმე ლაპარაკი, აი რომ ცხოვრება გრძელდება და ეს არის მარადიული თემა ყოველთვის და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი დაინტერესება და აი ესეთი ეს არის ამ მხრივ დიდი მადლობა. მნიშვნელოვანი შედეგები არის და ამ შედეგებს მე როგორც ვიცი, შემდგომ ძალიან მნიშვნელოვნად იყენებს სახელმწიფო და კერძო სექტორი, ხო? ანუ თქვენს მიერ ესე ვთქვათ, ამ აღწერის შედეგები არის ერთ-ერთი ინდიკატორი შემდგომ უკვე კერძო სექტორისთვისაც და ასევე სახელმწიფოსთვის მიმართულება არის საყურადღებო. დიახ, რა თქმა უნდა, ზოგადად თუ დავაკვირდებით ტენდენციებს, სტატისტიკური მონაცემების მიმართ მომხმარებელთა მოთხოვნა მზარდია. ამას ჩვენ თვალს ვადევნებთ ჩვენი ვებსაიტის მომხმარებლების მონიტორინგით, მაგალითად თუ ჩვენ ვებსაიტს დაახლოებით 10 წლის წინ ყავდა სადღაც 200,000-მდე მომხმარებელი უნიკალური ვიზიტორი, დღეს წლის მანძილზე მისი რაოდენობა 1,270,000-ია. და ძირითადად რა მიმართულება ინტერესებს? სხვათა შორის ყველაზე მოთხოვნად მონაცემებს მოსახლეობის და დემოგრაფიის სტატისტიკის მაჩვენებელი წარმოადგენს. შემდეგ მოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი, ფასების სტატისტიკა და ინფლაცია და ასე შემდეგ. ანუ ამის რეიტინგსაც ვადგენთ ჩვენ ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაცია რომელია, რაც განაპირობებს ჩვენს დღის წესრიგს საბოლოოდ. მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ შედეგების გაცნობა და თუნდაც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი მცირე შეიძლება ქონდეს ბიზნეს იდეა, თავისი მცირე რაღაც ბიზნესი რომ დაიწყოს, როდესაც შევლენ საიტზე და გაეცნობიან ამ მონაცემებს დეტალურად, მათ შემდგომ უკვე ესე ვთქვათ, წარმატებული ბიზნესისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უფრო მეტად გაუმარტივდებათ ეგრეთ წოდებული ბიზნეს გეგმის შედგენისას. ხო, და ის სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ეს კითხვა დავსვი, მეგონა რომ უფრო აი ბიზნესმი კუთხით და ვთქვათ, აი ბაზრის კვლევის ჭრილში იქნებოდა მეტი შეკითხვა და მართლა გასაოცარი იყო, რომ დემოგრაფიული საკითხები არის ასეთი აქტუალური დღემდე მოსახლეობის. და სხვათა შორის ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ჩვენ მონაცემებს ვაწარმოებთ არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის. ჩვენ გვაქვს სპეციალური პლატფორმა ვებსაიტზე, სადაც არის წარმოდგენილი სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ანუ ჩვენი ვებსაიტი კონკრეტული მიმართულებით 8 წლის ასაკის ბავშვებზე ადაპტირებულ მონაცემებსაც კი დავაზოვს მოყვარებლებს და მათი რაოდენობა დღიდან დღემდე იზრდება. ამ მიმართულებით რა ხდება? ანუ რამდენად აქტიურები არიან და რა არის ინტერესის სფერო? იმიტომ რომ იქ არის წარმოდგენილი მათთვის ადვილად აღსაქმელი ფორმით სტატისტიკური ინფორმაცია ამ
მოდულში წარმოდგენილია კონკრეტული ქვიზები, რომლის წარმატებით ამოხსნის შემდეგაც ბავშვებს ეძლება სერტიფიკატი, რომელიც შეუძლია გააზიაროს, ამობეჭდოს და ასე შემდეგ. და ამის მიზანი ის იყო, რომ მათ ქონოდათ შესაძლებლობა არამხოლოდ მიეღოთ ინფორმაცია მათთვის ადვილად ასაქმელი ფორმით, არამედ განევითარებინათ მათთვის, ასე ვთქვათ, ლოგიკური და არითმეტიკული აზროვნების უნარები. ძალიან საინტერესოა ეს მიმართულება, ნამდვილად ამიტომ ინფორმაცია ამის შესახებ. რაღაცა იდეები და ნახოთ, აი ჩამოყალიბდები, შენ შეგითანხმდები და ასე რაღაცა ბიზნეს იდეა შეიძლება ჩვენც კი რაღაცა ჩამოვაყალიბოთ. თან დაგვეხმარება სტატისტიკური მონაცემები, ქალებზე გავაკეთოთ აქცენტი თუ მამაკაცებზე თუ რომელ მიმართულებაზე და შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი წარწერებული პატარა ბიზნესი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა იმისათვის, რომ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე ჩვენი მაყურებლისთვის ამომწურავი პასუხები მივიღეთ და მე კი შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოთრაძე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებები. ასევე თქვენს ბიზნესში.